ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ბატონ ნიკა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ კინკლაობას, რომელიც ჩანს აშკარად ოპოზიციის შიგნით, სადაც არის საუბარი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, მე ვიტყოდი, რომ ალბათ გადამწყვეტიც და თვის ბოლოსკენ მართლაც გაქვთ თუ არა ასეთი პირობა, რომ დაალაგდებით პარტიაში და ამის შემდეგ უკვე შესაძლოა კომუნიკაცია ნაციონალურ მოძრაობასთან. მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის. სიმართლე გითხრათ, არა იმიტომ რომ უბრალოდ ჩემთვის იმდენად მიუღებელი პროცესები ვითარდება და ამიტომ ამინდა თვალყური ვადევნო ამის თქოს არ ვცდილობ. უბრალოდ პრაქტიკულად ვერ ვადევნებ თვალყურს საინფორმაციო გამოშვებებსაც კი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში უბრალოდ ტელეფონით ან მეგობრებს მეშვეობით პარტიაში თუ რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდა ესე ვიგებ. მართლაც, იმიტომ რომ იმდენად ძალიან ძიმე გრაფიკი გვაქვს ყოველდღიური და ვებზადებით ბევრი სიახლისთვის რეფორმისთვის, მე პირადად ამ პარტიაში ვარ 6 წელია, უკვე არასოდეს არ მახსოვს ნაციონალური მოძრაობა პარტია ასეთი ცოცხალი, ასეთი დინამიური და ამდენი საქმე არასაარჩევნო პერიოდში. ამას გულახდილად ვამბობ, მაგრამ ეს არის რომ აღარ საქმის გულში რა ხდება. რა თქმა უნდა, ვიცი რაც ხდება, უბრალოდ ვერ ვადევნებ ისე ყურადღებას, როდესაც ვადევნებდი სხვა დროს. არ არის სასიამოვნო ეს ყველაფერი, მაგრამ საერთოდ ეხლა მე ჩემ თავს და ჩემი პარტიის როლს ამ პროცესში ხა ჩვენ შეგვიძლია მე პირადად შემიძლია ეს პროცესი გავამწვავო ან ვეცადო ამ პროცესის ნორმალიზებას. მე ვფიქრობ, რაც არ უნდა მართალი იყოს ერთი მხარე და ჩემი პოზიცია ცნობილია, ურყევი რა არის სწორი ამ ვითარებაში, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა არ უნდა შევიდეს იქ, სადაც პარლამენტი იქაურობას აღარ ხვია, იმიტომ რომ არ უნდა გაუფორმოთ ბიზნეს იმავეშვის მოყარული არჩევნებით, ეს მეგონი არ ექვემდებარება რევიზიას, ხო? ან უნდა გავამწვავო ურთიერთობა, დავიკავო მხარე და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო ძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს თელს ოპოზიციას, თუ კი ნაციონალური მოძრაობა მთელი სიძლავით ჩაერთვება ამ გაუგებრობაში, ან უნდა ვეცადოთ ვითარების ნორმალიზებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითარება დაექვემდებაროს ნორმალიზებას და ჯერა რომ ეს მოხერხებადი არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არასწორად გავითარდა და არასწორი განცხადებები გაკეთდა, რაც ხელს არ უწყობს ერთობას. ერთობა ნამდვილად არ არის რაღაცა ფულსაზე დაწერილი სურვილი, ხო? ეხლა ერთობა უნდა შედგეს რეალურად. ნიკა, დღეს გამოიკვეთა ასეთი სურათი. კი ბატონო, სადაც ევროპული საქართველოს ლიდერი და ამბობს, რომ გამოხატავს მის პარტიას, ამბობს, რომ ის ჯგუფი, რომელიც ეხლა რაღაც ინდივიდუალური მოძრაობებით და რაღაც შეთანხმების ძიებით არის დაკავებული, როგორც განგრენა, ისე უნდა გავკვეთოთ საერთო ოპოზიციური ერთობიდან. აი თქვენ როლს, თქვენ ამბობთ, რომ ორი გზა გაქვთ. თქვენ თუ უფრო შემრიგებლურ და დამლაგებლის, ეს თქვათ შიგნით ოპოზიციის შიგნით პოზიციას აირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ მაშინ უგულავას არ დაეთანხმებით. თუ ამ პოზიციას არ აირჩევთ, მაშინ მათი განკვეთის მომხრე იქნებით. ეხლა რა დგას თქვენთვის დღის წესრიგში? ხელოვნურად ეხლა როგორ ვიღაცა ერთმა პარტიამ მეორე პარტია რაც უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის რომელიმე პარტია ხელოვნურად უნდა გავკვეთოთ, ხო? ამას აკეთებს არ ბანალურია, მაგრამ საზოგადოება აკეთებს და ჩვენ ისიც არ დაგვაუწყდეს დიანა, რომ ჩვენ არ შევრიგებულ ვართ, ჩვენ მოვრიგდით მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, როგორიც არის პარლამენტში შესვლა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა და წუხვა ნამდვილად რომ ამ მოთხოვნას რამდენიმე პარტიამ არათუ ჯერჯერობით გადაუხვია ამ მოთხოვნის გზას და გეზს, არამედ სხვა ალტერნატიული წინადადებებით გამოდის, რომელიც აცენაში არის იმ ბოიკოტის რეჟიმთან, რომელშიც ვიმყოფებით და იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვს განსხვავებული ეს პოზიცია და ურთიერთობა ხედავ ეხლა ბრმა ხო არა რომ დაიძაბა ურთიერთობა, ეხლა აქვს ეს განსხვავებული პოზიცია და მე პირადად ეხლა რატო დაგირავოთ, გქონია მათთან კომუნიკაცია ისევე როგორც ყველა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ჰქონდათ, ჩემზე მეტად უფრო მჭიდრო ურთიერთობაც კი ალბათ ერთმანეთთან ვიდრე მე მქონია, მაქვს ბუნებრივია
დრო და მე ვფიქრობ არაფერი წინ არ უდგას იმას რომ ადამიანზე შევხვდე და კიდევ ერთხელ ჩემი მყარი პოზიცია გავაცნო და ვუთხარო სწორი მიმაჩნია ეს გზა და არასწორი მიმაჩნია ეს გზა ჩემი აზრით თუ კი რაიმე მონაპოვარი გვეჭირა ჩვენ ხელში უკანასკნელი განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ ეს იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაცა დიალოგის კულტურა. გამარჯვებას ერთმანეთს არ ვეუბნებოდით, როდესაც პირველად შევიკრიბეთ ბატონ შავარანთელაშვილის ოფისში და მიხარობდა ნამდვილად რომ რამდენიმე კვირის თავზე მოვრიგდით და სალამის დონეზე ვისწავლეთ ურთიერთობა და დიალოგი ვისწავლეთ. ეხლა ვაკვირდები რომ ეს ყველაფერი სერიოზული საფრთხის ქვეშ არის და კიდევ ერთხელ გეუბნებით დიანა, შემიძლია ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ავაბუხო და მე ყოფილვარ ეხლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ლანდშაფტზე გამორჩეული იმით რომ დავპირისპირები პოლიტიკურ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიების ლიდერებს და ყოფილვარ დაპირისპირების მედროშე და მაინდამაინც სიამაყით არ მახსენდება ეს წასული რაც არ უნდა მართალი ყოფილიყავი მაშინ ჩემი გადმოსახედიდან ხო გაფუჭება ძალიან ადვილი არის შერიგება არის რთული და ვითარების ნორმალურ კალაპოტში არის რთული მე იმედი მაქვს რომ ამას ყველანი ერთად მოვახერხებთ. თუ ვერ მოვახერხებთ, ეხლა საზოგადოებისთვის ცნობილია რა არის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჯაროდა 1 ნოემბერს რუსთაველის განზრდაზე და ვართ ერთგულნი ამ წინადადებისა რომ არ შეგვიძლია გამოჩეხა. ნიკა, თქვენი მხრიდან მართლაც იყო თვის ბოლოს შეხვედრაზე თანხმობა, თუ ყველაფერი გადაწყვეტილია თვის ბოლოს რაზე შეიძლება ისაუბროთ. ისევ იმაზე თქვენ ამბობთ რომ შეხვედრას წინ არაფერი უდგას, ანუ ამ ლოგიკით უყურებთ თვის ბოლოს? ძალიან ბევრ ადამიანს ყვები ხა დღის განმავლობაში ნამდვილად და ქონია კომუნიკაცია ყველა პარტიის ლიდერთან და წარმომადგენელთან და არასოდეს არ დავიმალავს ჩემი პოზიცია ახლა უბრალოდ იმ ფაზაში ვარ რომ ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის და ჩემი თხოვნა იყო თუ კი აქვთ სურვილი შეხვედრის თვის ბოლომდე თუ კი იცლის დრო ეხლა გადაგვედო და შედგება ეს შეხვედრა არაფერს განსხვავებას არ ვიტყვი იმ შეხვედრაზე ვიდრე ახლა საუბრობ მე თქვენს პირდაპირ ეთერში მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენისებოთ დიანა მიმაჩნია რომ გოლება უნდა გავაციოთ და ბოლო თუ არის 1% შანსი იმისაც რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ რომ კუთხეებით მაინც დავამგვალოთ და მოვრიგდეთ ხო რატომაც არა ისე არ მოხდეს და ამის შანსებს ხედავ და ძალიან კარგად მესმის რომ ამის შანსი მაღალი არის რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ შევიდეს პარლამენტში და შედეგი მაინც ის იყოს რაც 1 ნოემბერს გავაცხადეთ მაგრამ პროცესში ურთიერთობები გაფუძნდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის რასაც თვალყოს ვადევნებთ მე მჯერა და ვიმედოვნებ და იმედი მაქვს რომ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარლამენტში შეუთანხმება დარშევა იმიტომ რომ არავინ მენანება პოლიტიკური სიკვდილისთვის გულახდილად გეუბნებით ყველა ოპოზიციური პარტიის მარჯორის არც ალეკო არც ლევანი სხვათა შორის ნიკა ყველა ჯგუფი განსაკუთრებული სიმპათიით საუბრობს თქვენზე პერსონალურად როგორ ჩანს თქვენ როგორც ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერმა რაღაც განსაკუთრებული აი ამ კომუნიკაციის უნარებით შეძელით ყველანი ამბობენ რომ აი მელიასთან არა გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა რომ ამ ხრივ ჩვენ აი რაღაც მუდმივად ისმის მათი მხრიდან ასეთი კომენტარები შესაძლებელია კი ბატონო ახლა 2 წლის წინ მაღალიადობით ამას არც ალეკო იტყოდა ჩემზე და არც იაგო იტყოდა და არც ნაციონალურ მოძრაობაზე იტყოდა მაგრამ დღეს სხვა ნაციონალური მოძრაობა რომელმაც ისწავლა მოსმენა კოლეგების რაც არ უნდა სხვადასხვა ასე ვთქვათ პოზიციებზე ვიყოთ დიახაც ჩემი მისია არის როგორც პარტიის თავმჯდომარე ვთვლი რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს სხვა უფრო ყურადღებიანი, უფრო გულისხმიერი, ნაკლებად კონფრონტაციული მინიმუმ კოლეგების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასა მე თვითონ ვიყავი ადამიანი, ვინც ხმამაღებული ვიბრძოდი ოპოზიციურ ველზე და არ მახსენდება ეს პერიოდი, ასე ვთქვათ, მაინდამაინც სასიამოვნოდ და ამით ხელისუფლების წინსვლზე ვასწავდი წყალს. შესაძლებელია ახლა მისმენენ მე კოლეგების ის ნაწილი, რომლებიც არიან თავდასხმის სუბიექტები პარტიებს გულისხმობ იგივე ალეკოს მხრიდან, იაგოს მხრიდან და ფიქრობენ რომ კი მაგრამ თავს ხო ისინი გვესწრიან ჩვენ ხო არ გვესწრიან მაგრამ ახლა რო კითხო ალეკოს და იაგოს საპირისპიროს
ამბობენ რომ ისინი გვესხმიან თავს და შენ და ასე შემდეგ და ეს არის კონფლიქტი და მეტასტაზირების პროცესი როდესაც მიდის იქ ეხლა წყალმათას ვერ გაარჩევ და ორ ადამიანს შორის როდესაც ხდება კონფლიქტი ყოველდღე არ მახსენდება ხო როდესაც 100% შესაძლებელია იყოს ერთი მხარე მართალი და არ მტყალი ორ ადამიანს შორის ორ სუბიექტს შორის რაღაცა კონფლიქტი რო ხდება ვიღაცა მეტად არის დამნაშავე ვიღაცა ნაკლებადაა დამნაშავე მე ყოველ შემთხვევაში ჩემ დროზე ვერ ხედავ იქ რომ ეს ვითარება კიდევ უფრო დავავწავო არ მინდა იმიტომ რომ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ყველანი თუ რატომ ვართ ამ პროცესში და რა გამოწვევების წინაშე დგას როგორც ნაციონალური მოძრაობა ასევე ყველა სხვა ოპოზიციური პარტია საზოგადოება ჩვენსგან ელის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ ეს დავიდარება და თუ კი ნამდვილად ვიღაცა თulis რომ პარლამენტში შესვლა არის ალტერნატივა ბოიკოტის დიახაც უნდა შევიდეს ეხლა ძალით ხო ვერ დავაკავებ თუ ეხლა იმიტომ რომ ხედავთ რომ უბრალოდ რაღაცა ვითარება ჭაობდება და ყველანი არ ჭაობში ვეფლობით და მე ვურჩევ უბრალოდ ეს არქნან იმიტომ რომ არ მინდა პოლიტიკური იკა როგორც მივხვდი თვის ბოლოს თქვენ გეკნებათ გარდაიცვალ თვის ბოლოს თქვენ გეკნებათ ამ ადამიანებთან არა მე არ ვაპირებ უარის თქმას არა თუ კი სურვილი ეთურა პედაგოგიურობით რა მე უარის თქმას არ ვაპირებ შეხვედრაზე გამორიცხული არის უარის თქმას და დასამალი არაფერი არ მაქვს ნამდვილად და არც ისე ვაპირებ შეხვედრას როგორცაც აი გუშინ ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო თუ რას ხონია ადგილი 13 წლის წინ ბატონო ნიკა მინდა რომ ეს კომენტარი ერთხელ მოვისმინოთ თქვენთან ერთად და შემდეგ შევაფასოთ ეს არის უცნობის ინტერვიუ მერაბ მეტრეველთან და მინდა რომ მცირედი კომენტარი რომელიც ეხებოდა იმ ეპოქას როდესაც თქვენ არიყავით ნაციონალური მოძრაობის წევრი პირიქით თქვენ თავად იხსენებთ რომ იყავით მაგალითად იმ აქციაზე რომელიც იპოდრომზე გაიმართა მოდით მოვისმინოთ რა თქვა უცნობმა გუშინ მერაბ მეტრეველთან ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე მაშინ რომელიც არ წყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის პრეზიდენტ მოპარულ არჩევნებს მომინახეს მეგობარი ჩემი ვისაც დაარეკინეს ჩემთან და ძალიან ვთხოვა რომ აბსოლუტური შავნაბადაზე სააკაშვილთან და შეხვდით მაგრამ და შეხო და ავედი სააკაშვილთან მე და ბიძინა ვიყავით გეგიძე მახსოვს ბიძინა გეგიძე მამიყვანა თავისი მანქანით და რო ავედი აი ესე იჯდნენ ეხლა როგორც მე და შევზივართ სააკაშვილი გივით არგამაძე ნიკა რურუა და ასე შემდეგ და აი ესეთი სახით მთხოვდა რომ რა ვქნა რა გავაკეთო ძალიან გთხოვ ოღონდ ეხლა შენო გაჩერდიო მეუნება დაიგო პირდაპირ სიტყვებს გეუბნება მეც აღარ ვიზავ რაც მოხდა ესეთი არ ვიქნებიო მე უთხარი არ გიჭერებ მეთქი მაგას მეთქი და მომეცი მეთქი მთელ საქართველოში სიხშირე მეთქი ტელევიზია გამაკეთებინე მეთქი და იქ კი ბატონო წაიღეო აი როგორც კიო ეს ამბავი უბრალოდ კენია ხო არა ვართო ხა მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაგურაციაზეო ეხა ავტეხოთ სისხლისღვრა ერთი ამბავია ხო იცი რომ შეგვიძლიაო ისეო რომ თან არც არავინ არ გააშუქებს სხვა რა მოხდებაო რა წაკი კარგი მეთქი მომეცი მეთქი აი რა სხვა რა გზა მქონდა რა სხვა რომ მაინც არა გადამაგდო სიხშირეც აღარ მოხდა არა გადამაგდო ეგრევე მეორე დღესვე გადამაგდო ნიკა მელიასთან ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს თქვენ სოციალურ ქსელშიც გააზიარეთ ეს ვიდეო მე სადღაც ხვდები რის ანალოგად მოყვა ეს უცნობმა თქვენთვის რისი ანალოგია ის ალბათ პარალელს ავლებდა დღევანდელობასთან რომ ოპოზიციამ რაღაც მეტი სახელმწიფოებრიობა როგორც მან გამოიჩინა თავის დროზე შესაძლოა ამისთვის იყო სრულად არ მაქვს ეს გადაცემა ნანახი უნდა ვაღიარო თქვენ როგორ გაიგეთ? არა, გადაცემა ნამდვილად მინახავს სრულად უბრალოდ წუთიანი მონაკვეთია, შემთხვევით წავაწყო სოციალურ და გავაზიარე და პატარა კომენტარი დავურთე. ეხლა აქ რასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის თავი დავანებოთ, რა არის ეს მაგალითი ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის. ახლა აწყოში ვიცვართ პოლიტიკით დაკავებული და მომავალში უნდა იყოს ყველა თაობის პოლიტიკოსისთვის. აი ასე არ უნდა მოექცეს საკუთარ ხალხს, როგორც აღმოჩნდა და მოექცა ბატონი გია გაჩეჩილაძე უცნობის საკუთარ ხალხს. ყინვაში, ზამთარში, იპოდრომის განძეზე 10,000-ობით ადამიანი იყო, აუცილებლად 100,000-მდე საქართველოს მოქალაქე იყო, ძირითადად თბილისის მოსახლეობა გამოსული, იმიტომ რომ ისეთი კაცი ზამთარი იყო, მეგონი მეცნიერები ჩამოვიდოდა რაიონიდან და რეგიონიდან და მე ვიყავი ერთ-ერთი, დიახაც, ერთ-ერთი ვიყავი, ვინც აპროტესტებდა მაშინ. იმას რასაც აპროტესტებდა 100,000 ადამიანი იპოდრომის განძეზე და რას თქონია საქმე. მეც ვიყავი ერთ-ერთი.
დიახაც და ბევრი ადამიანი მე ჩემს გარშემო ვისაც ვიცნობ ხა თბილისში ყველა იპოტრების გამზაზე იყო მაშინ ნამდვილად 27-28 წელს ვიყავი და იყო წარმოუდგენელი მუხტი იყო და მუდმივად ვამბობ რომ ის ხალხი რომ დაძრული იყო რუსთავის დღესაც ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ძველ ჩემ მეგობრებს რომლებიც გავიცედა დამოუკიდებლად დღესაც ამტყუაზეა ის ხალხი ჩვენი კიდევ რომ დავძულიყავთ რუსთავის გამზაზე იქ ინაუგურაცია ვერ შედგებოდა ამისი ვჯეროდა ჩვენ ნამდვილად იქნებოდით მაშინაც კი ბატონო მქონდა პროტესტი სხვა საკითხია რატო რას ვაპროტესტებდი დიახ როგორც ახალგაზრდა ადამიანი როგორც მაშინ ვაპროტესტებდი უსამართლობას დიახაც ასევე სხვა პლატფორმით ვაპროტესტებდი უმოესობას მაგრამ რას თქონია საქმე ეს ბატონო თუნდაც ხელისუფლებასთან გარიგებული ყოფილა წინა დღით ნებისმიერი ხელისუფლების ბუნებრივი მისწრაფებაა რომ საპროტესტო სამოქალაქო რაღაცა პროტესტი აქციები ჩაახშოს არა ნებისმიერი იყო არ უნდა იქნება ხო და რატომ არ გითხრა რატო არც ერთმა საქართველოს მოქალაქე არ იცოდა ესეთ კულუარული შეხვედრა რომ გაიმართა თურმე გარიგებული ყოფილა და ვისჯერა რომ ეხა უცნობი ელაპარაკებოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სიხშირეზე, სატელევიზიო სიხშირეზე. ჩემი აზრით, ეხლა მithქვა იმ დღის შემდეგ არის უამრავი ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, რომ ამ ბატონებმა მდგომარეობა შეიქმნეს და უბრალოდ ბევრი სიკეთე ნახეს, იმით რომ საპროტესტო მუხტი ჩაკლეს, მოძრაობა რეალურად დაასამარეს, რამაც დათვური სამსახური გაუწია მაშინდელ ხელისუფლებასაც და ბატონმა უცნობა ეთქვა ჩათვალა, რომ აი წაეყვანა ეს საუბარი და ეჭვების ისრები გადაეტანა სატელევიზიო სიხშირისკენ და არა იმაზე, რაზეც საუბრობს მთელი ქვეყანა რომ ამ ადამიანს კი ბატონო, ჩვენ სხვათა შორის მქონდა მცდელობა უცნობი ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, ფული ახსენეთ, რამე ინფორმაცია გაქვთ თუ არა მე ხა რა თუნდა ხა ბავშვები ხო არა ვართ ხა კარგით და ალბათ ეს ტკიოდა და ეს არ იყო ხო ხა წამოწდევით დათქვამი და თითქოს სატელევიზიო ან თუნდაც რაც არ უნდა კეთილშობილური ასე თქვა არგუმენტი ხონოდა და მოტივი ხონოდა შეხვედრისა ხელისუფლებას და ჩუმად რატო შეხვდა ესე იგი ხალხს ეპატიჟებოდა იპოდრომზე ნიკა ვინმე თუ მისცემდა ვინმეს ფულს ეს ის პარტია რომელშიც ახლა ხართ ანუ რამე მეტი თუ იცით ამიტომ შეიძლება კი ბატონო არა ამაზე დეტა თავად უნდა ისაუბროს ეხლა უცნობა მაგრამ მინიმუმ უცნობის ადგილზე ჩემთვის ეს არის მაგალითი თუ როგორ კიდევ ერთხელ არ უნდა მოიცეს საკუთარ ხალხს ერთი რასაც არ გავაკეთებდი მის ადგილზე საერთოდ უბრალოდ როგორ რაზმეობრივი ძალა ყოფნის ამ ადამიანს რომ დღეს 2021 წელს რაც არ უნდა მას არ მოწონდეს ოპოზიციას აკრიტიკებდეს ადამიანი რომელიც ახურდაობდა საკუთარ ხალხს რაღაცა სიკეთე ნიკა მადლობა და მე მინდა რომ რატო აკრიტიკებდეს მინდა რომ იქნებ უცნობი დაგვრთანხდეს იყოს ჩვენი ეთერის სტუმარი და უფრო მეტი თქვას ამ შეხვედრის შესახებ ძალიან დიდი მადლობა ნიკა მელიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მე მას დავემშვიდობები